ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთში საქმეები ცუდად იყო. ეკონომიკურად ვლადიმერ პუტინმა 4 წელზე მეტი გაატარა თავისი ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებაში, იძულებითი გადასვლით სამხედრო ინდუსტრიალიზმზე. ამაც ყველაფერი შესწირა ნავთობის, გაზისა და იარაღის წარმოების გარდა. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რომ რუსეთში საქმეები იმდენად ცუდად იყო, რომ საბჭოთა ეკონომიკური კოლაფსი უკვე პიკნიკად გამოიყურებოდა. ამჟამად რუსეთში რაღაც ხდება, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გვინახავს. და რა არის კრემლისა და ცენტრალური ბანკის პასუხი? რუსული ფულის კანიბალიზაცია იმ დონემდე, რომ საშუალო ადამიანი პუტინის ომისთვის ძალიან დიდ ფასს გადაიხდის. რუსეთის ძალები ბრძოლის ველზე სუსტდება, მაგრამ ნამდვილი ზიანი რუსეთის შიგნით ხდება, რადგან ჩვეულებრივი ადამიანები პუტინს აჩვენებენ, რუბს აჩვენებენ, რომ ნდობა აღარ არსებობს. იმის გასაგებად რას გულისხმობთ, საჭიროა ცოტა ჩახედოთ, როგორ ეპრობიან რუსი მომხმარებლები ამჟამად საკუთარ ფულს. კრემლის თვალსაზრისით ეს კარგი არ არის. როაიმისის ანგარიში ევრომაიდან პრესმა გამოავლინა, რომ რუსებმა 2026 წლის მაისში ბანკებიდან დაახლოებით 5.2 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულით გამოიტანეს. ეს მილიარდებია, რომლებიც რუსეთის საბანკო სისტემიდან ხალხის ჯიბეებში გადავიდა. და ეს რიცხვი მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ყველაზე დიდი ერთთვიანი ნაღდი ფულის გადინება რუსეთში. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 1995 წლიდან დაიწყო ჩანაწერების წარმოება. რაც ახლა ვნახეთ, ეს არის 30 წლის რეკორდი ნაღდი ფულის გატანაში მაისში და ეს ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ეს არის იმ ტენდენციის კულმინაცია, რომელსაც რუსეთში უკვე რამდენიმე თვეა ვაკვირდებით. თავისი 8 ივნისის ანგარიში United 24 Media ავლენს, რომ იანვრიდან მიმოქცეოში დამატებულია 14.8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ბანკნოტები. რაც ნიშნავს, რომ 2026 წელს ყოველ თვეში რუსული ბანკებიდან საშუალოდ 2.96 მილიარდი დოლარი გამოიტანეს. და რაც ყველაზე უცნაურია, მაისი რუსეთისთვის წლის ყველაზე ცუდი თვე არც კი არის. 2026 წლის მაისი უბრალოდ ბოლო 30 წლის რეკორდს ფლობს ყველა მაისს შორის, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. აპრილში რუსებმა თავიანთი საბანკო ანგარიშებიდან გასაოცარი 9.2 მილიარდი დოლარი გამოიტანეს. მარტიც არც ისე შორს იყო მაისისგან, რადგან 4.1 მილიარდი დოლარი რუსული საბანკო სისტემიდან გავიდა და რუსების ჯიბეებში აღმოჩნდა. რასაც აქ ვხედავთ, არის ნაღდი ფულის გადინება, როგორიც არ გვინახავს COVID-19 პანდემიის ადრეული თვეების შემდეგ. და ეს არის მაჩვენებელი იმისა, რაც პუტინს არასდროს სურდა დაენახა. ჩვეულებრივმა რუსებმა სრულად დაკარგეს ნდობა თავიანთი საბანკო სისტემის მიმართ. და გულწრფელად რომ თქვათ, რთულია დაადანაშაულო რუსეთის ხალხი იმაში, რასაც ისინი ახლა აკეთებენ. ყველაზე საბაზისო დონეზე რუსული საბანკო სისტემაში თითქმის არაფერია ისეთი, რაც ფულის დანაზოგ ანგარიშებზე შენახვას მიმზიდველს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საბაზო საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია, 14.5% ბანკების მიერ დანაზოგ ანგარიშებზე შეთავაზებული პროცენტები იმდენად დაბალია, რომ ფულის ანგარიშზე შენახვა თითქმის აზრს კარგავს. ოჯახები ამჯობინებენ ფულის ნაღდად შენახვას, რადგან ბანკში შეტანილი თანხა მათთვის დიდ სარგებელს არ იძლევა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. საპროცენტო განაკვეთის პრობლემის მიღმა იმალება გამწვავებული მდგომარეობა, რომელიც რუსეთის საბანკო სექტორის მთელ სისტემას ეხება. მაისის 17-ში Kiev Post-მა გამოაქვეყნა საინტერესო სტატია, რომელმაც აჩვენა, რომ რუსეთის საბანკო სისტემა მძიმე მდგომარეობაშია. პროგრემლის ცენტრის მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემამ გამოავლინა, რომ ტოქსიკური და არამომგებიანი აქტივები რუსეთის მთელ საბანკო სექტორში 10%-ს გადააჭარბა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან 3 თვის განმავლობაში ამ ზვარის გადალახვა საკმარისია იმისთვის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყანაში სისტემური საბანკო კრიზისი გამოაცხადოს. რუსეთის სახელმწიფო ბანკები ცდილობენ დამალონ ეს მზარდი პრობლემა. ეს დამანგრეველი აქტივები და მათთან ერთად გამოწვეული დეფოლტები ნირბება ხელოვნური სესხების რესტრუქტურიზაციის პროგრამებით, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ბანკები ფინანსურად უფრო მყარად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. ამ ნიღბისთვის ირჩევენ ვადაგადაცილებულ კორპორატიულ სესხებს, რამაც ამ ეტაპამდე თავიდან აიცილა ბანკებიდან თანხების ისეთი მასობრივი გატანები, რომლებიც მთელ ფინანსურ ინსტიტუტებს დააზიანებდა, მაგრამ ასეთი მასობრივი გატანები მალე დაიწყება. ციფრები ყველაფერს ამბობს და საქმე მხოლოდ ფულის მასობრივ გატანაში არ არის, რაც რუსეთის ცენტრალურ ბანკს პანიკაში აკეთებს. CMACP აცხადებს, რომ კორპორატიული ლიკვიდურობა იმდენად მცირდება, რომ თითქმის ყველა რეგისტრირებული რუსული საწარმოს ნახევარი თავის კორპორატიულ პარტნიორებთან გადახდების სერიოზულ დაგვიანებას ასახელებს მიზეზად, რაც თავის მხრივ ართულებს მათთვის სესხების გადახდას. აქ ბანკოს სახლი დგას და მისკენ პირდაპირ ტორნადო მიემართება. აქ ჩვენ ხედავთ იმ პროცესის დასაწყისს, რომელიც ბანკებიდან თანხების მრავალთვიან მასობრივ გატანას გავს. მილიარდების გამოტანა ბანკებიდან ცუდია. თუ ეს გამოტანები კონკრეტულ ბანკებზე იმავე მოცულობით კონცენტრირდება, რუსეთში მთელი ფინანსური ინსტიტუტების კოლაფს ვიხილავთ. საშუალო რუსები და ბიზნესის მფლობელებიც კი შეშინებულები არიან და ასეც უნდა იყოს. რუსული საბანკო სისტემის მდგომარეობის გარდა ხალხს ეშინია, რომ დანაზოგებს დაკარგავს, ნაწილობრივ ბანკების შესაძლო კოლაფსის გამო, მაგრამ ასევე იმის გამოც, რომ კრემლმა საკუთარ თავს რუსეთის ფინანსურ ოპერაციებზე მეტი კონტროლი მიანიჭა. მაშინაც კი ინტერნეტი თავის როლს ასრულებს. როდესაც პუტინი უფრო მეტ ინტერნეტ-გათიშვას ითხოვს, თითქოს და იმისთვის, რომ რუსეთს უკრაინული დრონების საფრხესთან გამკლავებაში დაეხმაროს, მაგრამ სინამდვილეში იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მტკიცებულებების რაოდენობა, რომელიც უკრაინის წარმატების შესახებ სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
მილიონობით რუსს ხშირად უწევს საათობით, ზოგჯერ კი დღეების განმავლობაში ბანკის ანგარიშებზე წვდომის გარეშე ყოფნა. თუმცა ამბავი ამაზე კიდევ უფრო ღრმაა. რუსეთი ემზადება, რომ ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ფინანსური ინსტრუმენტი ქვეყანაში შეიწიროს ომის დაფინანსების გასაგრძელებლად. რუსებს არ სურთ კრემლის მზაკული ხრიკი მოულოდნელად დაატყდეთ თავს, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვისაუბრებთ. იმასთან ერთად, რომ რუსებს სურთ მეტი ნაღდი ფული ჰქონდეთ ხელთ, დღევანდელი ხარჯების გასამკლავებლად, რომელთა გადახდაც შეიძლება ვერ შეძლონ, თუ პუტინმა უეცრად გადაწყვიტა, რომ ერთი დღით ინტერნეტი არ ექნებათ, რუსეთის მცირე და საშუალო ბიზნესებიც მაქსიმალურად იღებენ ნაღდ ფულს საბანკო სისტემიდან. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ეს ტენდენცია დააფიქსირა. ის ამბობს, რომ ეს ბიზნესები ცდილობენ ადაპტირდნენ ახალ საგადასახადო წესებთან, რომლებიც 2026 წელს შემოიღეს, რათა კრემლმა მეტი ფული გამოუძალოს იმ კომპანიებს, რომლებიც უკვე ისედაც სირთულეებს განიცდიან იმის გამო, რაც პუტინმა რუსულ ეკონომიკას გაუკეთა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ცენტრალური ბანკის თქმით, რუსეთის ბევრი მცირე ბიზნესი საბოლოოდ ჩრდილოვან ეკონომიკაში აღმოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესი დაიწყებს რუსეთის საგადასახადო სისტემის გვერდისავლას, იმუშავებენ არაოფიციალურად და მიიღებენ მხოლოდ ნაღდ ფულს, რათა არ გადაიხადონ ის აბსურდული გადასახადები, რასაც პუტინი ითხოვს თავისი უკრაინაში შეჭრის გასაგრძელებლად. არსებობს აშკარა მიზეზები, თუ რატომ აეჩევდნენ ამდენი მცირე ბიზნესი ასეთ ქმედებას საგადასახადო საკითხის გარდა. Moscow's Times-ის ინფორმაციით, 15 მაისს მაღალი გადასახადები კიდევ უფრო მძიმდება სუსტი მომხმარებლის მოთხოვნით, მაღალი ფასებით და იმ ეკონომიკური შემცირებით, რაც რუსეთმა პირველად 2023 წლის შემდეგ ნახა. ამ მომაკვდინებელი ნაზავის შედეგი გახდა 209,000 მცირე და საშუალო ბიზნესის დახურვა რუსეთში 2026 წლის პირველ კვარტალში, რაც წინა წელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა. გამოცემის მტკიცებით, საცალო ვაჭრობა, კვების ობიექტები და სილამაზის სალონები ყველაზე მეტად დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს შორისაა რუსეთში. ეს ყველაფერი ის ბიზნესებია, რომლებიც ნაღდი ანგარიშწორებით მუშაობენ. გვაინტერესებს ამ დახურულ ბიზნესთაგან რამდენი გადავიდა უბრალოდ რუსეთის ჩრდილოვან ეკონომიკაში. მარტის Intelli News-ის ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია დავნიძლავდეთ, რომ რამდენიმე გაკოტრებული ბიზნესის შესაძლოა მართლაც გადავიდა ჩრდილოვან სექტორში. გამოცემა ამბობს, რომ სილამაზის სექტორში ჩრდილოვანი ეკონომიკა 65.9%-ით გაიზარდა. სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების სფეროში რუსეთში ზრდა 79.5%-ს შეადგენს, ხოლო სასტუმროების სექტორში ჩრდილოვანი ეკონომიკის აქტივობა 58.6%-ით გაიზარდა. პუტინისთვის, რომლისთვისაც უკრაინაში შეჭრის წარმატება ყველაფერია, ის ფაქტი, რომ ამდენი ბიზამდენი ბიზნესი ტოვებს ოფიციალურ რუსულ ეკონომიკას, ნამდვილი კოშმარია. ყოველი ჩრდილოვანი ეკონომიკის საწარმო არის ბიზნესი, რომელიც არ იხდის იმ გადასახადს, რასაც კრემლი ითხოვს, რაც სავარაუდოდ პუტინის საომარ ბიუჯეტს მილიონობით თუ არა მილიარდობით დოლარს აკლებს. მაგრამ რა შეიძლება რეალურად ელოდოს რუსეთის ლიდერი? მან თავისი მდგომარეობა არ გააუმჯობესა ისეთი ნაბიჯებით, როგორიცაა დამატებული ღირებულების გადასახადის 20%-დან 22%-მდე გაზრდა. გარდა ამისა, ინტერნეტის გათიშვები, რომელსაც კრემლი ასე ხშირად ახორციელებს, დიდად არ უწყობს ხელს სტაბილური ბიზნეს გარემოს შექმნას იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ადრე შესაძლოა მხოლოდ ნაღდი ანგარიშწორებაზე გადასვლა არც კი განეხილათ. უკმაყოფილება უკვე იზრდება, რადგან რუსეთი ზღუდავს ისეთი აპლიკაციების გამოყენებას, როგორიცაა Telegram და WhatsApp. როდესაც ამ ყველაფერს ინტერნეტის გათიშვებსაც დაამატებთ, მაგალითად იმ რამდენიმე თვიან ნაწილობრივ გათიშვებს, რომლებიც მოსკოვში 2026 წლის პირველ კვარტალში მოხდა, მიიღებთ ნდობის სრულ კოლაფსს რუსეთის ფინანსურ სისტემაში. და სწორედ ამას უკავშირდება ყველაფერი, ნდობას. რუსეთის მოსახლეობასა და ბიზნესს ბანკების აღარ სჯერა, ამიტომაც იღებენ ფულს რეკორდული ტემპით. და კომპანიებს აშკარად აღარ სჯერათ, რომ კრემლი მათ ინტერესებს დაიცავს, რადგან მათ აიძულებენ ზიდონ ფინანსური ტვირთი, იმ ომისა, რომელიც პუტინმა დაიწყო. კრემლი უკმაყოფილოა, არც ბანკები ეკმაყოფილი და ორივე ერთად ცდილობს სასოწარკვეთილი მცდელობით ხელი შეუშალონ რუსეთის მოსახლეობასა და ბიზნესს იმის გაკეთებაში, რასაც ახლა აკეთებენ. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, ეს არის მილიტარი შოუ და ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ უკრაინის ომისა და რუსეთის მერყევის საზოგადოების ყველა სიახლე. ახლა კი რუსეთის ცენტრალური ბანკი. ის ცდილობს ნებისმიერ გზით შეაჩეროს ნაღდი ფულის მასობრივი გამოტანა. Euromaidan პრესის ინფორმაციით, 1 ივნისს ცენტრალურმა ბანკმა ახალი შეზღუდვები დააწესა ბანკომატებიდან თანხის გამოტანაზე. საფუძარკვეთილი მცდელობით გააკონტროლოს რას უშვებიან რუსები საკუთარ ფულს. ეს ახალი წესები აძლევს რუსეთის ბანკებს უფლებას თვალყური ადევნონ თითოეული კლიენტის ნაღდი ფულის გამოტანას. ნებისმიერი გამოტანა, რომელიც ეჭვმიტანილად მიიჩნევა, მაგალითად, რამდენიმე გამოტანა მოკლე დროში ან დიდი თანხის გამოტანა ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს ანგარიშის დაბლოკვა ან შეჩერება შემდგომი გადამოწმების მიზნით. ძალიან ჭკვიანურია ცენტრალურო ბანკო. თელ რუსულ საბანკო სექტორში ნდობის კრიზისია. ხალხს ეშინია, რომ ფულზე წვდომას დაკარგავს და თქვენი გამოსავალია დაემუქროთ მათ, რომ ფულზე წვდომას დაკარგავენ. თითქოს ბანკები თვითონ ცდილობენ საკუთარი თავის დასუსტებას, რადგან სასოწარკვეთილები ცდილობენ აკონტროლონ, რას აკეთებენ მათი კლიენტები. აქ აშკარად ჩანს, რომ საბანკო სისტემის სტაბილურობას რუსი მომხმარებლებისა და ბიზნესების საჭიროებებსა და სურვილებზე მაღლა აყენებენ. ეს კარგად ვერ დასრულდება.
უკმაყოფილება და უნდობლობა, რამაც 2026 წელს რეკორდული თანხების გამოტანა გამოიწვია, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ცენტრალური ბანკი აშკარად აჩვენებს, რომ ხალხის ფულს უფრო მეტად აკონტროლებს, ვიდრე თავად ადამიანები. რაც შეეხება კრემლს, ის ცდილობს კონტროლი დაამყაროს ბევრად უფრო მზაკრული გზით. რუსული ბიზნესები სულ უფრო მეტად ჩრდილოვანი ეკონომიკისკენ იხრება, რაც არ უნდა იყოს გასაკვირი იმ პირობებში, რომლებიც პუტინმა შექმნა ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც არ ემსახურება რუსეთის საომარ მანქანას. მაგრამ კრემლის პასუხმა კრიზისზე, რომელიც იწვევს იმას, რომ მას ნაკლები საგადასახადო შემოსავალი აქვს, ვიდრე ფიქრობს, რომ უნდა კონდეს, ყველა გააოცა. კრემლი ხალხის პენსიებს ესმის თავს. ის მოხუცებს და მათ ვინც საკუთარი მომავლისთვის ემზადება, გამოიყენებს იმისთვის, რომ პუტინის გაუმაძღარი ფულადი მადა დააკმაყოფილოს და უკრაინაში შეჭრა დააფინანსოს. რაივნისის ანგარიში United 24 მედიამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. რუსეთის მთავრობამ დაიწყო კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც ავტომატურად გადაიტანს მილიონობით რუსის საპენსიო დანაზოგებს ახალ პროგრამაში. რა თქმა უნდა, ამ პროგრამას სახელმწიფო მართავს, რაც ნიშნავს, რომ მომუშავე რუსებს არ ექნებათ არჩევანი, თუ როგორ დაიბანდებათ მათი მომავლისთვის დაგროვილი თანხა. და ეს სულაც არ არის პატარა პროგრამა. თუ კრემლი თავისას მიაღწევს 27 მილიონი რუსი, რომელსაც მთავრობამ დუმა რეინვესტორებად მიიჩნევს, ნახავს როგორ გადააქვთ მათი ფული. კერძოდ ისინი, ვისაც ჯერ არ აურჩევია კერძო საპენსიო ფონდი და ვისი აქტივებიც ამჟამად რუსეთის სოციალური ფონდშია, ნახავენ როგორ წაართმევენ არჩევანის უფლებას. რატომ უნდა უნდოდეს რუსეთის მთავრობას ამის გაკეთება? როცა მიხვდებით, რომ დაახლოებით 41.1 მილიარდი დოლარი ამჟამად იმართება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Vneshekonombankში, ანუ ვებში, უკვე გეწოდინებათ მიზეზი. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს კარგ საქმედ წარმოაჩენს იგორ შივალოვი, რომელიც ვების ხელმძღვანელია და ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა იყოს პრობლემა ახალი სახელმწიფო კონტროლირებადი ფონდის შექმნა, რომელიც კრემლს საშუალებას აძლევს პენსიის დანაზოგებში უფრო ღრმად შეაღწიოს ვიდრე ოდესმე. ვებ-ჯგუფი მიიღებს დამატებით ფინანსურ რესურსებს ოპერირებისთვის, მათ შორის მოქალაქეების გრძელვადიან დანაზოგებსა და საპენსიო ფონდებს და შეძლებს ამ აქტივების ინვესტირებას თანამედროვე ტექნოლოგიურ პროექტებში, როგორც Moscow Times-ი ითხოვინება, ვების ხელმძღვანელის თქმით. რა ბუნდოვანია? გვაინტერესებს, რას ნიშნავს თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტები. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის შეფარვითი სახელწოდება არ არის. საბოლოოდ უამრავი თანამედროვე ტექნოლოგიური პროექტი ხორციელდება ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია ინოვაციის შემომტანებით 73 ადგილზე, ხოლო ინოვაციის გაუმტანებით 55 ადგილზე აყენებს მსოფლიოში. სარკაზმის გარეშე რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილიანოვმა უკვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ პუტინი ამბობს სურს, რომ ეს მოხდეს. სილიანოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის სოციალური ფონდის მიერ შენახული თანხების გათავისუფლება შეიძლება გახდეს გრძელვადიანი დანაზოგების საფუძველი. ეს შეიძლება ნიშნავდეს მილიარდების ჩადებას შიდა საფონდო ბირჟაში, რომელიც დაინგრა მას შემდეგ, რაც პუტინის შეჭრის შემდეგ უცხოელი ინვესტორების წვდომა დაკარგა. ეს ნდობას ვერ გააჩენს. საპენსიო დანაზოგები გამოყენებული იქნება იმ საფონდო ბირჟის მხარდასაჭერად, რომელიც 9 ივნისს ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ეს არის ბაზარი, რომელიც თითქოს მშვიდობის გამოცხადების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული უკრაინასთან და შესაბამისად მერყეობს. ყოველ ჯერზე, როცა პუტინი უარს ამბობს მშვიდობაზე, რაც ფაქტობრივად ყოველთვის ხდება, როცა ეს თემა წამოიწევა, რუსეთის საფონდო ბირჟა მკვეთრად ეცემა. ეს ნამდვილად არ არის ყველაზე უსაფრთხო საინვესტიციო საშუალება 37 მილიონი ადამიანის პენსიებისთვის. ჩვენ ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს აღვნიშნოთ, რომ რუსეთმა 2025 წლის პირველ 9 თვეში თავისი მთლიანი ბიუჯეტიდან 146.4 მილიარდი დოლარი, რაც მთავრობის მთლიანი ხარჯების 39%-ს შეადგენს, სამხედრო ძალაზე დახარჯა. ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს იყო და ამასთან ახლდა სოციალური ხარჯების შემცირება, რის შედეგადაც რუსეთის მიერ საკუთარი მოსახლეობაზე გაწეული ხარჯებები ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. იუწყება United 24 მედია. მაშასე, გამოიცანით სამჯერ, რომელი ინდუსტრიების მხარდაჭერას აპირებს ვები თავისი ახალი გეგმით, რომლის მიხედვითაც რუსული პენსიები აქციების შესაძენად უნდა გამოიყენონ. ხომრობა არ არის, სამჯერ გამოცნობა არ გჭირდებათ. რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ხალხის ფული გააკონტროლოს, რათა ომი დააფინანსოს, რომელმაც უკვე უთვალავი მილიარდი დოლარი შეიწირა და კიდევ ბევრად მეტი დაუჯდება. როდესაც პუტინი კატეგორიულად უარყოფს იმ შესაძლებლობასაც კი, რომ უბრალოდ იქნებ, მის მიერ დაწყებული ომი არ დასრულდეს, გარდაუვალი რუსული გამარჯვებით. ეს არის რუსი ხალხისა და ბიზნესების ფინანსური აქტივების კანიბალიზაცია ომის დასაფინანსებლად. როდესაც პუტინი თავის ბუნკერში იმალება და თავისი უზარმაზარი სიმდიდრით თქმება, მისი მთავრობა ქვეყანას ხალხს ხელებსა და ფეხებს აჭრის. პეტერს წარწვავენ, რომ პავლეს გადაუხადონ და ახლა ჩვენ ვიწყებთ ძალიან საინტერესო პარალელების დანახვას დღევანდელ რუსეთსა და საბჭოთა კავშირს შორის, როცა ის ეკონომიკურ კოლაპსს განიცდიდა. მოდით ცოტა ხნით შევხედოთ იმ კოლაპსს. საბჭოთა კავშირის ეკონომიკური კოლაფსის სამი მთავარი მიზეზი იყო პოლიტიკური და სოციალური არეულობა, სამრეწველო წარმოების შემცირება და სამომხმარებლო საქონლის დეფიციტის ზრდა, როგორც ამას ინვესტოფიდია აღნიშნავს. არეულობა საკმაოდ აშკარად ჩანს 2026 წლის რუსეთში. მილიარდობით დოლარის გამოტანა რუსული ბანკებიდან აშკარა მაჩვენებელია იმისა, რომ მოსახლეობამ დაკარგა ნდობა იმ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც რუსული ეკონომიკის შენარჩუნებაზე უნდა ზრუნავდნენ.
ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრება და ხალხის ფულზე მუდმივი მზარდი კონტროლი. არაპოპულარული ომის დასაფინანსებლად ასევე ძნელად შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური სტაბილურობის ნიშნად. 9 ივნისის ანგარიში საუბარში აღინიშნა, რომ რუსულმა სოციოლოგიურმა ცენტრმა, ლევადა ცენტრმა გამოავლინა, რომ გამოკითხული რუსების 62% სურს უკრაინის ომის დასრულება. ფინანსური ზომები, რომლებიც ომის გაგრძელების უზრუნველსაყოფად მიიღება, სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც რუს ხალხს სურს. ასე რომ ეს არის პოლიტიკური და სოციალური მღელვარება, რომელიც ქვეშ დუხს და აფეთქებას უახლოვდება. დანარჩენი ორი საკითხი უფრო ნათლად ჩანს. ინდუსტრიული წარმოების მხრივ პრაქტიკულად ყველა სექტორი, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს არ ემსახურება, სერიოზულ სირთულეებს განიცდის. და თვითონ თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორებიც კი არ ქმნიან შემოსავალს, რომელიც რუსეთში ბრუნდება. მათი შემოსავალი პუტინის საომარ მანქანას აფინანსებს. რუსეთის მოსალოდნელი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ის ზრდა 2026 წელს უკვე შემცირებულია. 1.3%-დან 0.4%-ამდე იუწყება Moscow Times, რაც ფაქტობრივად სტაგნაციის წელს ნიშნავს. Intelli News ამატებს, რომ სეზონურად კორექტირებული S და P Global Russia Manufacturing Purchasing Managers Index, ანუ PMI, მაისში 48.8 იყო. ეს ზრდა აპრილში დაფიქსირებულ 48.1-თან შედარებით. თუმცა ნებისმიერი PMI მაჩვენებელი 50-ზე ქვემოთ წარმოების შემცირებაზე მიუთითებს. და რუსეთი 2025 წლის დასაწყისიდან უმეტესად 50-ზე ქვემოთ იყო, ზოგჯერ კი ზუსტად 50-ზე. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში სამრეწველო წარმოება იკლებს. რაც შეეხება სამომხმარებელ საქონლის დეფიციტს, ისინი ჯერ კიდევ სრულად არ იგრძნობა, მაგრამ მალე მოვა. ოკუპირებულ ქირიმში უკვე ხედავთ საწოვისა და სასურსათო პროდუქტების პანიკურ შესყიდვებს, რადგან უკრაინის სტრატეგია დააზიანოს რუსეთის ლოგისტიკა ოკუპირებულ უკანა ზონაში, რუსეთს ართულებს ნახევარკუნძულისა და მისი მოსახლეობის საჭირო პროდუქტებით მომარაგებას. რუსეთის შიგნით კი საკვების ინფლაცია კიდევ უფრო ართულებს რიგითი რუსებისთვის, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უჭირთ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას. კარტოფილის ფასი 2024-დან 2027 წლამდე 167%-ით გაიზარდა. რძე 59%-ით გაძვირდა, ხოლო პურის ფასი 45%-ით არის გაზრდილი. მაღაზიებში ჯერ შეიძლება დეფიციტი არ იყოს, მაგრამ ასეთი გიჟური ინფლაცია იწვევს დეფიციტს რუსების საკუჭნაოებში, რადგან ხალხს აღარ შეუძლია იმდენი საკვების ყიდვა. თუ საბჭოთა ეკონომიკურმა კრიზისმა რუსეთს საკუთარი დაღუპვის რეცეპტი მისცა, პუტინი ახლა შეფის ქუდით დადის და ამ ყველაფრის გამეორებას ამზადებს. ყველა ნიშანის სახეზეა. რუსეთი ჯერ კიდევ ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე არ არის, მაგრამ როცა მილიარდები სუსტ საბანკო სისტემას ტოვებს და როგორც კრემლი, ისე ცენტრალური ბანკი ხალხის ნაცვლად ომის მხარდაჭერას აგრძელებენ, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება. ნდობა არ არსებობს, ხალხი ფულს იმარაგებს. რუსეთის დამანგრეველი პროცესები უკვე დაწრებულია და ის კანიბალიზმი, რომელიც ახლა დაიწყო, მხოლოდ დააჩქარებს ყველაფერს. აქ პუტინის მოკლევადიანი აზროვნებაა დამნაშავე. საინტერესოა, რომ რუსეთის პრეზიდენტს რატომღაც გონია თითქოს ყველა ეს პრობლემა ჯადოსნურად მოგვარდება, თუ მხოლოდ უკრაინაში გამარჯვებას მიაღწევს. მაგრამ პუტინი ცდება, მოიგებს თუ წააგებს. უკრაინის ომის შემდეგ რუსეთს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა ელის, რადგან დანგრეული ეკონომიკა პუტინის ქმედებების მასშტაბურ გეოპოლიტიკურ შედეგებს ერწყმის. გსურთ მეტი გაიგოთ, უყურეთ ჩვენს ვიდეოს, რომ ნახოთ რა ელოდება მომავალში რუსეთს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი მასალა რუსეთის გარდაუვალი შიდა კოლაფსის შესახებ და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.